კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ როტშილდის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. გურამ ოდიშარიას განცხადებით დელეგაციის მიზანი ეროვნული მუზეუმის საქმიანობის გაცნობაა. ებრაული კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში და ებრაული მუზეუმის რენოვაცია საქართველოში. ასე ჰქვია პროექტს, რომელიც სამეცნიერო ფონდმა ერთწლიანი გრანტით დააფინანსა. პროგრამის ავტორი და კოორდინატორი ლელა წიწუაშვილია. გრანტის ფარგლებში ებრაული კოლექციის სრული მეცნიერული შესწავლა, ატრიბუცია, ექსპონატების კონსერვაცია და მოწესრიგება იგეგმება. იქნება შესწავლილი, გამოიკვლევენ ერთობლივად მეცნიერები ჩვენს მუზეუმში, ჩვენს საცავებში თუ რა ექსპონატი, თუ რა არტეფაქტი არსებობს ებრაული, ანუ არა მარტო ებრაული ისტორიაზე იქნება ეგ კვლევა, არამედ იქნება ქართულ ებრაული თანაცხოვრების 26 საუკუნის განმავლობაში. ეს გრანტი ეხება ქართულ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობის მოვლას, მოწესრიგებას და შემდგომში უკვე ებრაული მუზეუმის რეინოვაციას. ძალიან საინტერესო არის ჩვენთვის ამ პროექტთან თანამშრომლობა, იმიტომ რომ ეს გახლავთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფონდი, რომელიც ხელს უწყობს ებრაული კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას, განვითარებას, პოპულარიზაციას ევროპულ ქვეყნებში.